კონიოფსეროსის ციხეში დღეს მაჭახლის თემაზე გამოფენა მოიწყო ღონისძიებას მოწვეული სტუმრებთან ერთად მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები და უცხოელი ტურისტები ესწრებოდნენ. გამოფენა ჟურნალ მაჭახელას ახალი ნომრის პრეზენტაციას დაემთხვა. კონიოს ციხეში შეკრებილ სტუმრებს მაჭახელას თემაზე გადაღებული ფოტო ნამუშევრების ნახვის საშუალებაც ჰქონდათ. დღესვე მაჭახელას ეროვნულ პარკად გამოცხადების იდეაც გაჟღერდა. ეს ის ადგილია, სადაც უძველესი აჭარული ტრადიციები ყველაზე მეტად ახსოვთ და იცავენ. მაჭახელა საკვანი. ასე ქვია ფილმს, რომელიც ჟურნალისტმა გოდეძე შარაშიამ სპეციალურად მაჭახლის ხეობაში გადაიხო. მაჭახლის ხეობის ტრადიციები, კულტურა და ისტორია. კონიოფსეროსის ციხეში შეკრებილ საზოგადოებას დღეს ხეობის ყოფა ცხოვრებისა და ყოველდღიურობის ამსახველი დეტალები უჩვენეს. მე აღმოაჩინე არაჩვეულებრივი ადამიანები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად გარდა იმისა, ყოველდღიური ცხოვრებისა, რაღაც გარკვეულ დროს 24 საათის განმავლობაში უთმობენ ტრადიციის და კულტურის შენარჩუნებას. ხეობაში ერთ-ერთ კაცს ორღობეში მიქონდა აკვანი. ანუ ფიქრობდი, რომ სადღაც ვიღაც დაიბადა კიდევ ერთი მაჭახლელი და ეს აკვანი მიქონდა მასთან და ამ დროს გავაერთიანე, რომ ისინიც, რომლებიც მეორე მეზობელ ქვეყანაში ცხოვრობენ, ისინიც რომ ასეთ აკვანში დაიბადნენ ოდესღაც. ზედაი მაჭახელა არის თურქეთში. ქვედა მაჭახელას მეძახიან ჩვენ. ხო და ეს ჩვენი დალაპარაკება ძალიან მიხარია, რომ ურთიერთშორის ჩამოვარდა კაი საუბარი. ჩემთვის იყო ძალიან დიდი აღმოჩენა, როდესაც ერდა იგივე ხეობაში, როგორც 85 წლის უხუცესი ცეკვავს, აჭარულ ცეკვავს, ისევე ცეკვავს 6-7 წლის ბავშვი. მაჭახლის უძველესი კულტურით გაუცებული უცხოელი ტურისტები თავიანთ განწყობას ქართულ რიტმზე აყოლებული ევროპული მოძრაობებით გამოხატავდნენ. 98 წელს მიღწეული ანსამბლ მაჭახელის უხუცესი წევრის მიერ შესრულებულმა აჭარულმა ინგლისელი ტურისტებიც მოხიბლა. It's very nice. It's very entertaining. ის რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, ნამდვილი საოცრება. 88 წლის მოხუცი ის ენერგიულად ცეკვავდა და ძალიან ბევრ ახალგაზრდას შეშურდებოდა. ასე ალბათ მხოლოდ საქართველოში ხდება. And I hope to see much more of this for the weeks I stay here. Very much. I mean, საოცარი ხალხი ხართ ასევე საოცარი კულტურით. ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია, მაგრამ ასეთი თბილი და საინტერესო ადამიანები არასოდეს მინახავს. And with the dancing. ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და მაჭახლის ხეობის კავშირის ინიციატივით გამართული ზეიმი ჟურნალ მაჭახელას მორიგი ნომრის გამოსვლას დაემთხვა. კონიოს ციხეში შეკრებილ სტუმრებს თურქი ფოტოგრაფების მიერ მაჭახლის თემაზე შექმნილი ფოტო გამოფენის ნახვის საშუალება მიეცათ. დღესვე საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელმა მაჭახლისთვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭების თაობაზე ინიციატივა გაახმოვანა. აი ამ ღონისძიებით გვინდოდა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა და კიდევ ერთხელ დაგვენახა მათთვის ორი ქვეყნის, ერთი მაჭახელის, ისტორიული ზემოდაქვემო მაჭახელის მისი ყოფა, კულტურა, ტრადიცია და წარმოგვეჩინდა მაჭახელი და მაჭახლელები. დღევანდელი შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ მაჭახელის ხეობის კვლევა კვლავ გაგრძელდება და მას ჭირდება საკმაოდ სერიოზული დიდი ხელკანიანი ნაშრომის მიზუნა. დღესდღეობით ზემო მაჭახელა თურქეთის ტერიტორიაზე, ქვემო კი საქართველოში მდებარეობს. ორივე ერთად კი 24 სოფელს აერთიანებს. ორ სხვადასხვა ქვეყანაში ერთი ხალხის დასახლების ისტორიას დღეს მტკივნეულად იხსენებდნენ, თუმცა ის, ვინაც დღეს მაჭახლის ზეიმზე თურქეთიდან საქართველოში ჩამოსვლა მოახერხა, აღნიშნავდა, რომ პირობითი საზღვრები ქართველობას ვერაფერს აკლებს. აცხანზე ვარ თურქი ვარ ვიტყოდით, ახლა ვამბობთ, რომ თურქი არ ვარ, ქართველი ვარ. ძალიან აქ ვარ, მიხარია. ჩვენ მათთან უნდა მივიტანოთ თითო ნაჭერი ფიცრის, რომლისგანაც შემდეგ ვიღაცა დაამზადებს აკვანს, სადაც ბევრი მაჭახლელი გაიზრდება კიდევ.